აი რა უცნაურობა იყო რომ ეს შეზღუდვის განსაკუთრებისას მესის წესია დამგენილია მინისტრის ძალებით და ბაგრაგელების დროს აუცილებელია ხელმოკლე. 2 საათი ოთახში ზედამხედველობის ქვეშ ზუგზუგან შეგული ხელებით ქალბატონიზიას ყოფნის რა აუცილებლობა დაინახეთ თქვენ ვინაიდან ხო თქვენ მიიღეთ ეს განაცხადება სხვა მიიღეთ ამიტომ რის საფუძველზე მიიღეთ და რა საფუძველზე დაინახეთ ხელბორკილი როგორც სპეციალური საშუალება ჩემს მიერ ყველა დაკავებული შემთხვევაში არის გამოყენებული მიუხედავად იმისა ის პირი იყო ისეთ არის გვაქვს პოლიციის შესახებ კანონი სადაც წერია ზოგადი განმარტება ხელბორკილის გამოყენების დიახ მე პრაქტიკაზე გეუბნებით რომელიც მორგებულია ამ ძირითად სამართლებრივ ნორმებთან ამ სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისად ყველა დაკავებულ პირს მიუხედავად იმისა რომ ქალბატონი მზია ბრალია რედებოდა და დაკავებული არ იყო თუნდაც ტერორიზმის ბრალდებთან რაიმე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით და ასე შემდგომ პირველ რიგში პირის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება როცა პირი არის დაკავებული მიუხედავად იმისა რომ შენობაში შესაძლებელია ხელბორკილი ედება როგორც პირის თავად დაკავებული პირის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ისე შენობის ოთახში მყოფი პოლიციელების უსაფრთხოებიდან გამომდინარე დიახ თქვენა მე ვახსენე ფანჯარა ხელბორკილი შესაძლებელი იყო ფანჯრიდანაც გადახტობა მითხარ მაგრამ ფანჯარა იყო დაკეტილი დიახ ხელბორკილი ხელს უშლის და ფანჯარა გაა ხელბორკილი ხელს უშლის ზუსტად იმაში რომ თუნდაც ეს მოქმედება ქალბატონი მზიასგან არ ყოფილა მართალი ეს ცელობა მის მიმართ მისი მხრიდან არც აგრესია ყოფილა ან რაიმე ისეთი ფიზიკური მოქმედებები მაგრამ ისევ თქვენ გაგეცინება და ისევ პრაქტიკას მიმართა როცა პირებით აგვიკავებია საერთოდ არაძალადობრივ ქმედებებზე მაგალითად აღრითობის ფაქტზე მაგალითად სხვა ფინანსური დანაშაულის ფაქტზე და როცა ქონია ცელობა იმისა რომ თუნდაც თავი დაეზიანებინა აქ შემთხვევაშიც საქმე ქონდა გამოძიება დაწყებულიყო პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე ეს რისკები მე შევაფასე ისე რომ მისთვის ხელბორკილი გამეკეთებიათ თუმცა არამც და არამც მაშინაც განუმარტე ქალბატონზიას და ეხლაც ეს არამც და არამც არ ემსახურებოდა მის დამცირებას მას ხელი არ ეშლებოდა იმაში თუნდაც ელემენტარული საჭიროები წყალი იქნებოდა საპირფაშო ხელის მოწერის დროს ჩემს კაბინეტში წყალი გამომიტანე მაცივიდან დაგიდებით წინ და გითხარით როცა დაგჭირდება დალიექნებით თქვენ ეს ძალიან კარგად ვთქვით ჩემი ფორმა და სამსახურებრივი ეს ღირსება და მორალი მენის უფლებას ამაძებს რომ მე წყლის დალევაზე რაიმე განმარტება გავაკეთო და რაღაც თავი შევითო არა ხო და იმის აპელირება ჩემი მხრიდან რომ მე ძალიან კარგია ეს უბრალოდ ჩემი ვისაუბროთ დარბაზიდან დარბაზიდან ვისაუბრებს თუ საუბრობს ისაუბრე გამოიწვია ბაბძანი უკაშებული ხელების ხალხს დატოვოს ხტომის დარბაზი დატოვოს ხტომის დარბაზი სრუმოწმება ის დატოვოს ხტომის დარბაზი დაი შემიქოვე არ გამიგზავნოთ გავდოქობა ვიდრე არ დატოვოს ხტომის დარბაზი გავდოვებ მაგრამ დიახ დატოვებს ხტომის დარბაზი ძალიან უბრალოდ ამაზე გაიცით მაგრამ არა მოხსენით და დალიექნით თქვენ ძალიან კარგად დაინახეთ მაცივიდან გამომიტანე და იგიც კითხეთ ცივი გიაჩვით თბილი ხალხი ძალიან ცუდია რომ თქვით ძალიან საჭიროა ქრონოლოგია შევახსენო მოწმის ისე სამის მასალების მიხედვით სამის მასალების სიჩუმე დარბაზში ჩვენის და დაკავების ოქმისგან რაპორტის საათის 2 საათის მერე მოხდა მისი გამოკითხვა ბრალდებულის სახით. ადვოკატებს ის ბორკუდადებული არ უნდათ. ეხლა რომ ვგებულობ ბორკილი ედო ამ პერიოდში, იმიტომ რომ დავასრულეთ ბორკილი და ნახეს ადვოკატებმა ჩავასწრო. ადვოკატებს დახვდა ბორკილი ედო უკვე. და მე მოხსენ ბორკილი და მე ხელახლა დაადეთ? მე როცა მის საჭიროება იყო რომ ბორკილი ხელი იმას უნდა გამოიყენება თუნდაც ხელმოსაწერად თუნდაც წყლის დასალევად ბორკილი ბორკუდადებული გამოკითხვა ბრალდებულის სახით. ხელის მოწერის დროს ბორკილი მოიხსნა. მარტო ხელის მოწერის. წყლის დალევის დროს და სამი ქვეშოში გასვლის.